სახელით მამისათა, დაცისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან ნაცნებს. ყველას მოგილოცავთ დღევანდელ დღეს წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სელებას. ასევე გილოცავთ ტაძრის კურთხევას. ტაძარი ეს არის ღვთის სახლი, სადაც გარდამოდის მადლი სულისა წმინდისა და ეს არის ადგილი, სადაც შვიდის საეზომლოება აღესრულება, რომლითაც ჩვენ მივიახლებით უფალს. მადლობა უფალს დღევანდელი დღისათვის და მადლობა ტიტორებს, ბატონ ზვიად ხარაზიშვილს და ბატონ სლავა შერაზადიშვილს, რომელთაც ეს დიდებული ტაძარი ასე გაამშვენეს, ააშენეს. ჩვენ უნდა იცოდეთ ამ ტაძრის აშენების ისტორია, რომ აქ ძალიან დიდი გასასვლელები იყო და ერთ-ერთი ოჯახის წევს ჰქონდა ესეთი ჩვენება, რომ წმინდა ქალწულმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძარი ყოფილა აქ და ეცხადებოდა ეს ძალიან ხშირად და აი დღეს ჩვენ გვესწრება სოფლის მოძღვარი მამა იაკობი, რომელსაც ამ ოჯახთან ჰქონდა ურთიერთობა და აი ესე გათმოს ეს თავისი ეზო და აშენდა წმინდა ეკატერინეს სახელზე ეს ტაძარი. საოცარი კიდე ის არის, რომ ტაძრის კედლები შემკობილია საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოტანილი ქვით. აი თუ შეხედავთ ტაძარს, ნახავთ, რომ სულ სხვადასხვა ფერის რიყის ქვები არის. მსგავსი ტაძარი საქართველოში არ არის აშენებული. ეს ერთგვარად აი თითქმის საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოტანილი ქვა ნიშნავს, რომ მთელი საქართველოს მადლი და წყალობა არის ამ ტაძარში მოცემული და შემკობილი არის აი ამ ქვებით. მერთმა შეუწიროს ბატონ ზვიას, ბატონ სლავას ეს დიდი საქმე და ნაცვლად მომადლოს მადლი სულისა წმინდისა. მე არაერთის მithმავს, რომ ტაძრის აშენება მარტო ფულით არ ხდება. ფული ძალიან ბევრს აქვს დღეს და აზრადაც კი არ მოდის, რომ ტაძარი ააშენოს. ეს არის ჩვეულთა ხვედრი. ადამიანს ირჩევს უფალი, რომ ტაძარი ააშენოს, ღვთის სახლი ააშენოს და რაღაც დამსახურებავს ალბათ ღვთის წინაშე ასეთ ადამიანებს. თორე შემთხვევით არ ხდება, რომ ვინმე ტაძარი ააშენოს. უფალი გულთამხილავი არის. ან გულის მიხედვით ირჩევს, რომ მას აქვს კეთილი გული, მოწყალი არის და სხვადასხვა თვისებები და სწორედ აი ამით გამოირჩია უფალმა ეს ტიტორები და ღმერთმა დალოცოს მათი ოჯახები და ღვთის მადლი და წმინდა ეკატერინეს მფარველობა და მეოხება არ მოშორდეს თითოეულ მათგანს. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ წმინდა ეკატერინე ალექსანდრის მთავრის ოჯახში დაიბადა. შეძლებულ ოჯახში დაიბადა და დედამისი იყო ფარული ქრისტიანი. იმ პერიოდში იდევნებოდნენ ქრისტიანები და წაიყვანა თავის მოძღვართან. და იმდენად პრეტენზიული იყო წმინდა ეკატერინე, რომ მეო არ გამთხოვდებიო ისეთ ჭაბუკზე, რომელიც ჩემზე ლამაზი უნდა იყოსო, ჩემზე მდიდარი უნდა იყოსო, ჩემზე გავლენიანი უნდა იყოსო და აი ეს პრეტენზია ჰქონდა თავის ცხოვრებაში და წაიყვანა მოძღვართან და მოძღვარმა როცა ესაუბრა, ეუბნება, რომ ესეთი არისო უფალი იესო ქრისტე, შენზე მდიდარი არისო, შენზე ლამაზი არისო, მთელი ქვეყნიერება მის სიმდიდრე არისო და ძალიან დაინტერესდა და მოძღვარმა გაატანა ღვთისმშობლის ხატი ოჯახში და როდესაც წავიდა სახლში დაჩოქილი ევედრებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, რომ გამომიჩენიო ის ჭაბუკიო, ვინ არისო ასეთი და ხილვაში ხედავს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი კრმით ხელში გამოეცხადება ეკატერინეს, ხოლო
ეს ყრმა არ უყურებს მას. არ შეხედავს. დაეუბნება დედოფლისშვილი, რომ დაუცილო, გაუგებეო ეკატერინოსო და საერთოდ არ მიაქცია ყურადღება და როდესაც წავა მოწვევთან ეს რას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი სული მქონდა, რომ მას ჩემთვის შემოეხედაო, დაველოცეო და შენო ჯერო ნათელი უნდა იყო, მონათული არ იყო. ათელს მოინათლება და შემდეგ იგივე გამოცხადება ქონდა წმინდა ეკატერინეს, რომ ბეჭედს გადასცემს, ოქროს ბეჭედს და ეს ცხადად ხელში ეკავა მაცხოვრის მიერ გადაცემული ბეჭედი. ამის შემდეგ აპროვდა გაიხარებს წმინდა ეკატერინე და გადაწყვეტს, რომ ღვთისათვის მიეძღვნა თავისი თავი. როდესაც ალექსანდრიაში ჩავიდა იმპერატორი მაქსიმილიანე კერპებისათვის თაყვანისცემა გამოსაბრძანებდა, რომ ყველას თაყვანი უნდა ეცადა. აი ამ დროს ეკატერინე გამოვიდა ხალხში და იქადაგა ჭეშმარიტი ღმერთი იესო ქრისტე. და აქედან იწყება მისი ტანჯვა და წამება. იმდენად დიდი სასწაულები მოხდა მასთან დაკავშირებით, რომ თვით დედოფალი ავგუსტა და მხედართმთავარი პორფირეც კი მოიქცნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში, აღიარის იესო ქრისტე. და აი ამის შემდეგ უკვე გადაწყვიტეს, რომ მისთვის თავი უნდა მოეკვეთა და მართლაც წმინდა ეკატერინე ასე მოწამეობრივად აღესრულა. და სასწაული მოხდა იქვე, რომ მთავარ ანგელოზებმა გადააბრძანეს სინათლეზე მისი სხეული და იუსტინიანე იმპერატორის დროს სასწაულებრივად იპოვია მის თავს და მარცხენა ხელს, რომელსაც შემდეგ სინას წმინდა მონასტერში დააბრძანებენ. აი ესეთი წმინდანის სცენება დღევანდელ დღეს. ასევე იყო წმინდა დიდმოწამე მერკვილი, მისი ხსენება დღევანდელ დღეს არის და ეს წმინდა მერკვილი მოწამეობრივად აღესრულა. მაგრამ შემდეგში, სიკვდილის შემდეგ მან მოახდინა უდიდესი სასწაული. იულიანე განდგომილი, რომელმაც განუდგა მართლმადიდებლობას, მას, როდესაც არცეთში იმყოფებოდა იულიანე განდგომილი, გამოეცხადაო უხილავად წმინდა მერკვილი ბასილი დიდის ლოცვით და განმირა იმპერატორი. იმპერატორს აღმოხტაო შემდეგი სიტყვები, შენ გაიმარჯვე გალილეველო, ესე გალილეველი იყო იესო ქრისტე. აი ესეთი სასწაულები ხდებოდა ცხოვრებაში და აი დღეს ასევე წმინდა თემესტიას ხსენება არის. ეს ქალწული ქრისტიანი იყო და წარმართ ახალგაზრდა შეუყვარდება და აღარ ასვენებს ამ ქალწულს თემესტიას და ერთხელ შეიყვანს სახლში და ეკითხება, რომ რა მოგეწონა ჩემში და თვალება მომხიბლავ, შენმა ლამაზმა თვალებაო, ადგებაო და მაქოთი, ესე იგი მახათი თვალებს ამოიხვის მის თვალზე. და იმდენად ჩავარდება ეს ჭაბუკი, რომ შემდეგ ბერი გახდება და სინანულით აღასრულებ თავის ცხოვრებას. აი მე რითი თქვა მინდა აქედა, რომ დღეს ჩაცმულობა ისეთი აქვს ხალებს, გოგონებს, რომ აი საცდურს ქმნიან, ცუდ აზრებს ბადებს ახალგაზრდებში. და წმინდა თემესტიამ კიდე თვალებით მოვიხიბლეო, ახალგაზრდა უთხრა და თვალებით აითხარა, რითაც საცდურს შეადგენდა ახალგაზრდას. აქედან უნდა ვისწავლოთ, რომ ნამდვილად ჩვენ არ უნდა შევაცვლოთ ადამიანს, არ უნდა მოვხიბლოთ. დღეს თქვენ მოისმინეთ, რომ ავამტყოფი ადამიანი 18 წლის ავამტყოფობდა სისხლდინარეები და უფალმა განკურნა ის. და ამიერიდან შენ ეშმაკთან აღარ იქნები შეკრულიო. როცა განაშორა მისკა და ჩვენ რა ვსწავლობთ აქედან, რომ ავამტყოფობა ხშირ შემთხვევაში არის ეშმაკთან შეკრულობით, როცა ადამიანი ეშმაკს უკავშირდება, არის ცოდვით და არის ღვთის დაშვებით. აი ღვთის დაშვებით მაგალითად
მართალი ობის ცხოვრება რო წავიკითხოთ, ის მართალი იყო ქრისტიანში, მაგრამ დაუშვა ეს ხალხაძეები. გამოიცადა რწმენაში. მეორე ავადმყოფობა, რომელიც ცოდიდან გამომდინარე ადამიანები ავადმყოფდებიან. მესამე კიდე ეშმაკთა შეკრულებით, ეშმაკთან არიან შეკავშირებულები. ამიტომ ჩვენ უნდა ვესმოდეს, ჩვენ რის საფუძველზე ვართ ავადმყოფი. ზოგი სულიერად არის ავადმყოფი, ზოგი ფიზიკურად არის. და ძალიან ხშირი შემთხვევებია, როდესაც საჯამთრო პარაგრაფს კითხულობს, სასწაულებრივად განკურნებულ ადამიანებს. იმიტომ რომ აი ამ ლოცვით ეშმაკი განშორდა ადამიანს და განიკურნა. ხშირი შემთხვევებია, როდესაც წითელ აღსარებას ამბობს ცოდვილი ადამიანი და აი ამ ლოცვით ყოველთვის იკურნებიან. რანაირი გასართელიც არ უნდა შექმნეს ცხოვრებაში, იოანე ოქროპირმა გვასწავლა კარგი სიტყვები. დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის. აი როცა ამას წარმოვთქვამთ ჩვენ, ის განსაცდელი განხარდება. ის აღარ იქნება ჩვენზე. ისე რომ ჩვენ მოკვდავდი ვართ ყველას. არა აქვს მნიშვნელობა ღვთის წინაშე ყველა ერთნი ვართ. თანამდებობის პირი იქნება, ნიჭიერი ადამიანი, გავლენიანი იქნება, ვინც არ უნდა იყოს, ერთნი ვართ ღვთის წინაშე. წავდგებით უფლის წინაშე და ვაგებთ ჩვენ საქმეებზე პასუხს. ამიტომ ეკლესიური ცხოვრება აუცილებელია. აღსარება საჭირო არის, ცოდვათა მონანიება. აი როგორც ჩვენ ფიზიკურად ან გავუფრიანდებით შრომის შედეგად, ან გავჯუჭყიანდებით, ხო ვიბანთ სხეულს, ხო სუფთავდებით, ასევე ჭირდება სულს. სულსაც ჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ ნებსით უნებგეთ ცოდავთ ღვთის წინაშე, ადამიანთა წინაშე. სინდისი ხშირად გვამხელს, როცა ჩვენ გამომწოდები და მარტო ვართ. ხშირად ხონი ასეთი კითხვა, ნეტა ეს არ ჩამედინა, ნეტა ესეთი ცოდვაში არ ჩავარდნილიყავი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველანაირად საჭირო არის ეკლესიური ცხოვრება და მოძღვრის არჩევა. რა თქმა უნდა, მოძღვრებშიც გარჩევა უნდა ხდებოდეს. არის სასწრაფოდ დადგენებული, რომელიც ფულით გამო არის შემოსული ეკლესიაში, რომ საშოვარზე არის და იშოვოს ფული, არის წყემსი კეთილი. წყემსი კეთილი თავს დაძდებს თავისი სამწუხაროების, თავისი მრევლისათვის. ამიტომ ეს გარჩევის უნარი უნდა ვიცოდეთ. ძალიან ბევრი გარეგნულად არჩევს მოძღვრებს, მისი შეხედულებით, მისი ჭერმეტყველობით, ან წიგნოგრობით, განათლებას არ მეძახი ამას, წიგნოგრობით. ხშირად მოძღვარი გამოდის ამბიონზე და აჩვენებს თავის მრევლს, რომ ის განათლებულია, ნაკითხი ამდენი წაკითხული აქვს. და აი ამას უწევს რეკლამას ღვთის მრევლის წინაშე, თავის თავს, რომ ასეთი ადამიანი ღმერთამდე კი არ მიყავს თავისი მსმენელი, არამედ თავის თავამდე მიყავს, გაკერპებული ყავს თავის თავი. აი ესეთ შეცდომებში არ უნდა შევიდეთ, არ უნდა დაუშვათ ასეთ შეცდომას. ჩვენ უნდა ვეძიოთ მოძღვარი, რომელიც ჩვენი მეგობარი იქნება, ჩვენი თანამდგომი იქნება და თავს გაწირავს, როცა საჭირო გახდება ჩვენი გულისთვის. აი ესეთი მოძღვრები უნდა ავიჩიოთ მოძღვრად. მერთმა გაგახაროთ, მე მინდა გავროცო ეს სოფელი, დღეს მეორე ტაძარი არის ამ სოფელში, არის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის და არის წმინდა დიდმოწამე ეკატერინესი და ეს იმაზე მეტყველებს, რომ აქ მაცხოვრებელი ხალხი არის მორწმუნე, ღვთისმოსავი, ღმერთი უყვარს და მერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ხარიულობა და მისი მეოხება არ მოხდეს, შესაძლოა საქართველოს.